დაკავების შესახებ ერთადერთი ვინც ისაუბრა დღევანდელ ღონისძიებაზე იყო ირაკლი კობახიძე. მან ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და არალეგიტიმური პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ნიკა მელია იყო დასაკავებელი და ძალოვანი უწყების თანამშრომლობა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყოველგვარი უკანონობა აღმოეფხვრათ და მელია დაეკავებინათ. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მელიამ დაარღვია ადმინისტრაციული წესი და ამიტომ ის დააკავეს. კობახიძის განცხადებით არანაირ გატაცებას ადგილი არ ჰქონია და რეჟიმს მხილება ნიკა მელიამ სწორედ სხდომათა დარბაზიდან მოუწყო და მელიამ თქვა, რომ ის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს ისე, რომ არც კი განუმარტავთ, რატომ ხდებოდა მისი ადგილიდან წაყვანა. ასევე ცნობილია, რომ კამერები, რომელიც ავტომობილებში იყო, ორივე დააზიანეს, რომ იმისთვის, რომ საზოგადოებას არ ენახა რა მეთოდებით მოხდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. ნიკა მელიამ თქვა, რომ დაკავების ავტომობილში მას უღებდნენ ვიდეოს, ამის შემდეგ მას დარჩა განცდა, რომ ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება და ამ ვიდეოს უღებდნენ იმისთვის, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის ეჩვენებინათ. პირველობმა დღეს კითხვები დაუსვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს. მან ნახა თუ არა ეს ვიდეო კადრები იყო საინტერესო და ასევე რისთვის ხდებოდა ამ კადრების გადაღება, თუმცა ბედოიძე ამტკიცებს, რომ მას მსგავსი არანაირი ვიდეო არ უნახავს. ნიკა მელიამ თქვა, რომ მისი გატაცება ადგილიდან დააორგანიზეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. ამიტომ არსებობდა კითხვები თეიმურაზ კუპატაძესთანაც, თუმცა მან პირველების მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა და ამ დრომდე უცნობია, ვისთვის გადაიღეს ის ვიდეო კადრები, რომლის შესახებაც ნიკა მელიამ ისაუბრა. ცნობილია, რომ მას რამდენიმე ვიდეო დაკავების ავტომობილში გადაუღეს. ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომელთაც მან შეიძლება ისაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. რა ვიცი, ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდებაც, ხო? კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არსა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ახსოვდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა დაიშება, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესით. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. როდესაც ნიკა მელია დააკავეს, თქვენი კოლეგები მას ვიდეოს უღებდნენ და ვისთვის იყო ეს ვიდეო? გელაძისთვის უნდა ეჩვენებინათ? თქვენ თუ ნახეთ ბატონ თემურეს ვიდეო? რა გამათავისუფლოთ? რა თქვენ ნახეთ ნიკა მელიას ვიდეო, რომელიც დაკავების ავტომობილში გადაუღეს? ხო მისთვის გადაიღეს, რომ ეჩვენებინათ თქვენთვის მაღალჩინოსნებისთვის. ორი წამი. თქვენ ნახეთ ეს ვიდეო ბატონ შალვა? არ მინახია ვერ. რას ემსახურებოდა მისი ეს გატაცება და დაკავება? თქვენ ხომ არ გინახავთ ვიდეო, რომელიც ნიკა მელიას დაკავების ავტომობილში გადაუღეს? დღეს პოლიციის დღისადმი მიიწვნილ ღონისძიებაზე ყოფილი და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი თითქმის გვერდი ჯდრენ. დღეს გელაძემ მადლობის ტექსტი ძალოვანი უწყების თანამშრომლებს ფურცლიდან წაუკითხა. ამის შემდეგ გავიგეთ, რომ სამშობლოსა და ერის წინაშე დამსახურებისთვის დაჯილდოვდა არაერთგზის სანქცირებული ვახტანგ გომელაური. მაგნიტსკის სიაში შეყვანილი მინისტრი დღეს მან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი არაფერი თქვა, მხოლოდ პირველმა მოახერხეთ, რომ წასული ვახტანგ გომელაურისთვის კითხვები დაგვესვა. მინისტრს კითხეთ, რამ განაპირობა ის, რომ მან მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, თუმცა პირველობთან საუბრისას ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ძალიან დაიღალა და ახლა არის მისთვის დასვენების დრო. ბატონო ვახტანგ, რატომ დატოვეთ თანამდებობა? შეგიძლიათ გითხრათ? რისგან ისვენებთ? ჩვენ გაგღალეთ ბატონო ვახტანგ, რას უკავშირდება თქვენი წასვლა? ახლა დანიშნულ მინისტრს გელაძეს დღეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა ამ ცვლილებების მიზეზი. ცვლილებებზე არ საუბრობს არც ვახტანგ გომელაური, თუმცა დღევანდელმა განცხადებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ვახტანგ გომელაური არ იქნება ერთადერთი ადამიანი, ვინც ძალოვანი უწყების რიგებს დატოვებს. მადლობა მარიამ, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი. პოლიციის დღეს ზეიმობენ ის პოლიციის მაღალჩინოსნებები